მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშია და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო. თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურა ჯაფარიძე დააპატიმრა. ზურა ჯაფარიძე დაიჭირეს არაფრის გამო ხალხო. დანაშაული რის გამო ზურა ჯაფარიძე დააპატიმრეს, უბრალოდ არ არსებობს. ჯაფარიძეს ედავებიან გირაოს გადაუხდელობას, რომელიც დაეკისრა თეა წულუკიანის კომისიაზე მიუსვლელობის გამო. შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისია, რომელიც ამ ეტაპისთვის სამყაროში ალბათ ყველაზე ბოროტ პოდკასტად იქცა, ატარებს ეგრეთ წოდებულ გამოძიებას სააკაშვილის პერიოდის შესახებ. ახლა ყურადღებით. სააკაშვილის დროს ზურა ჯაფარიძე არამხოლოდ მთავრობაში, პოლიტიკაშიც კი არ იყო. 2012 წლიდან იწყებს პოლიტიკურ კარიერას. ანუ სულაც რომ დავიბრმავოთ სინდისი და განვაცხადოთ ქოცების საყვარელი მანტრა, რომ კანონი არის ყველასთვის კანონი და კანონის აღსრულება არის სახელმწიფოს პირველესი მოვალეობა. წულუკიანი იბარებს კომისიაზე ადამიანს, რომელიც მიშას დროს ლექციებს კითხულობდა და მერე მოვიდა პოლიტიკაში. და როცა ეს ადამიანი ამ რაღაც კომისიაზე არ ცხადდება, აკისრებენ გირაოს, შემდეგ კი აპატიმრებენ. აი დაახლოებით ისეთი ამბავია ხელისუფლების ცვლილების მერე, მე რომ მომდგეს პროკურატურა და დამიბარონ გამოკითხვაზე აი ამის გამო ვთქვათ. ასეთი თხოვნა გვაქვს, რომ ესე იგი აკადემიკოსის სტატუსი რომ მივანიჭოთ, რამდენად იქნება შესაძლებელი რა. თვითონ ახლა თავიდან დიახ, არა, ბურგს არა, ბატონ ირაკლის რომ მივანიჭოთ. ჩათვალეთ, რომ ეგ შეიძლება გავაკეთოთ. აკადემია უჭერს სრულთასოვნად ხალხს, სრულთასოვნად. შენ არ აგვარებდი იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აკადემიკოსი გამხდარიყო? ამაზე რომ გამიჭედონ. მოკლედ, ზურა ჯაფარიძის დაჭერა, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორება. განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო ადამიანებს აღარ დევნიან. ხელისუფლების შიში და ძალმომერობა სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა. ამავე ვიდეოში ცირას ამბობს ბიჭო კიდე ჩამოთვლის ქვეყნებს ესპანეთი მახსოვს და აი ამ ქვეყნებზე უკეთეს სასამართლო გვაქვს. საქართველოს სასამართლო სისტემა უსწრებს ესპანეთს, იტალიას, პოლონეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, უნგრეთს, მალტას, ლატვიას, საბერძნეთს, კვიპროს, რუმინეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს და სლოვენიას. ამიტომ ვერ მობერებიან. მოკლედ ამ ქვეყანაში, როგორც გვაჯერებენ, არ არსებობს პოლიტიკური დევნა და ასევე არ არსებობს არანაირი კორუფცია, მეგობრებო. ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითოეული ლიდერი, წირო დაუდო, ფული ხელს არ მოგედებს არც ერთი. სხვათა შორის არანაკლებ საინტერესოა, როგორ გამოეხმაურა ანუკი არეშიძე ზურა ჯაფარიძის დაკავებას. რა გაგიკვირდათ, პოლიტიკოსია დაარღვია კანონი და არ გადაიხადა ჯარიმა. რაც ვნახე ახლა. წერთ ჩემი შვილის ვიდეოზე, ზურაშვილსაც ასე უნდა მამასთანო. ზურაშვილს კი არა, მაგის ხელისუფლებაში ყოფნის დროს პატიმრების შვილებს როგორ უნდოდათ მშობლებთან და რა პირობებში აწამებდნენ. აი ეგ რომ გააზრებული გქონდეთ და მანდაც ემპათია ჩართოთ, ჯაფარიძის ფაქტზე ტირილს არ მორთავდით. ვიმეორებ. ზურა ჯაფარიძე არ ყოფილა წინა მთავრობის დროს პოლიტიკაში. ახლა კი გთხოვთ ვაჩვენოთ რა შვებოდა წინა ხელისუფლების დროს ანუკი არეშიძის ქმარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს არ სიამოვნებს, ეხლა იგივე ოპოზიციის ხარდაჭერს, რომ ეს ხალხი აქ არის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის უჭერს ხარ, შეიძლება ვეზიზღებით კიდეს, რაც მე ვფიქრობ ეს ძალიან ცუდი თვისებაა და ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში მე ვფიქრობ, მაშინ დაუნახავი ადამიანი უნდა იყო, რომ ვერ შეხედო ის, რაც გაკეთდა. კახა, შეცდომა, შეგიძლია მითხრა? ანჯერ დავამთავრებ კიდე. წარმატებებზე არ დაგისურვებთ. ისე ასე თუ გააგრძელეს ქოცებმა ადამიანების დაჭერა, 2012-მდე თუ უბრალოდ დაიბადე, უკვე ეჭვის გაჩენის საფუძველია. რას იბადებოდი მიშას საქართველოში? 2-3 წელი ვერ მოიცადე, აი გახარ ნაციონალი ემბრიონი. ტესლო შენ. გავშვი ციხეში ჯაფარიძის დაპატიმრება არამხოლოდ წარმოუდგენელი უნამუსობაა, არამედ ასევე საშინელი მაგალითი იმისა, რომ ქონდა კავშირი ნაცმოძრაობასთან თუ არ ქონდა, სინამდვილეში არავინაა დაცული. უпростоრად როგორ არა, ხარება და მურუსიძე, რომლებიც ნაცების დროსაც ხარება და მურუსიძე იყვნენ. ამიტომ ვერ მობერებიან. მეორე დღეს სხვა სასამართლოც გაიმართა, სადაც მოქალაქეებს დააკისრეს ჯარიმა ირაკლი ზარქუას შეგინებისთვის. ირაკლი ზარქუა ისევ ვერ გაურბის ხალხის სიყვარულს. ინციდენტი ზუგდიდში მოხდა. ამჯერად უკვე ვიცით რა ჯდება ზარქუას შეგინება. 3500 ლარი. სასამართლომ სწორედ ამ ოდენობით განსაზღვრა ჯარიმა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დუბაიში ზარქუასთან მომხდარი შელაპარაკების გამო ლაშა გაბიტაშვილს, დაბადებით ქართველს, გაზრდილს საქართველოში, ქართველ კაცს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. ისე მეგობრებო, მე გინების გაცილებით მარტივი მექანიზმი მაქვს შემუშავებული. არ ვიცი ხა ირაკლი ზარქუა თუ მიყურებს, კი არა და ზუსტად ვიცი რომ მიყურებს. მოუტყან დედის ტრაკი. ეს წარმოებაში ხო არ ჩაუშვათ. და დაურიგოთ ხალხს, უფრო მარტივად გამოძრებით მეგობრებო. არანაირი 3500 ლარიანი ჯარი. ეხლა რომ მომივიდეს სამში. ზარქუას გინებისთვის 3500 ლარიანი ჯარიმა. აი, ტრაკი. 7000. 1000. კარგი, გადავიდეთ დღევანდელი გამოშვების მთავარ თემაზე. წინა გადაცემაში მოგიყევით მიხაილ სოცკიზე, რუს ბიზნესმენზე, რომელიც ჯორჯიან მანგანეზმა ვითომ მაღაროელებთან კონფლიქტის მოსაგვარებლად მოიყვანა. დაახლოებით მაშინ, როცა დავასრულეთ გადაცემის მონტაჟი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაღაროელები, რომლებიც მოსალაპარაკებლად მივიდნენ კომპანიასთან, სოცკის ხელმძღვანელობით სამსახურიდან გაუშვეს. მერე კი ეს ვიდეოც გამოჩნდა. ძალიან გთხოვთ ყურადღებით უყურეთ. Какие люди? Пока я разговариваю только с вами. Пожалуйста, говорите о себе в единственном числе. Вы человек, вы не люди. ამ ვიღაც რუს ბიზნესმენზე ისედაც გასაგებია, რას უნდა ვფიქრობდე, ხო? მაგრამ ამ ვიდეოში ადამიანს ყველაზე დიდი ზიზღი და ბრაზი მისი თარჯიმნის მიმართ გაგიჩნდება. აი შეხედავდა ქართველია, ლაპარაკობს ქართულად, გვარიც ქართული იქნება. მაგრამ ზის და вიღაცა რუსი ღორის ღრიალს მშვიდად უთარგმნის ქართველ მაღაროელებს. Вы человек. Если вам не нравится уровень разговора, пожалуйста. დღევანდელი გადაცემაც ზუსტად ამ მოვლენაზე იქნება. ადამიანებზე ქართული გვარებით, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ დაძახებაზე რუსებს ფეხქვეშ გაეფინონ. რამდენიმე კვირის წინ თბილისში სასტუმრო ამბასადორში გაიმართა კონფერენცია სახელად საქართველოს ადგილი ცვალებად მსოფლიოში და სამეზობლო პოლიტიკის პერსპექტივები. კონფერენცია ჩაატარა პოლიტიკური გაერთიანების სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერმა ვინმე მამუკა ფიფიამ. საქართველოს უნახავს კრემლთან დაახლოებული წვრილ-წვრილი ბიზნესმენები, რომლებიც ეროვნულობას იჩემებენ. მაგალითად, ლევან ვასაძე. დაქუჩმაცებული საქართველო გააერთიანეს 4-ჯერ. ფარნავაზმა, ვახტანგ გორგასალმა, დავით აღმაშენებელმა და რუსებმა. მამუკა ფიფიას კიდევ უფრო ღიად და დაუფარავად უყვარს რუსეთი და სწორედ რუსეთის მფარველობის ქვეშ ხედავს საქართველოს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, კონფერენციაზე ცხადია შეაქეს ქართული ოცნება, მაგრამ მოითხოვეს რომ კიდევ უფრო მტკიცე ნაბიჯით დაუახლოვდეს რუსეთს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ დიდი ამბავი ვიღაცები შეიკრიბნენ, რაღაცები ისაუბრებს, მერე ჩვენ რა. მაგრამ არა, საკმაოდ საყურადღებო ამბავია და ახლავე შეგახსენებთ რატო. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცები გაგიგიათ ისეთ ადგილზე, რომელსაც ეწოდება სილიკონის ველი. სილიკონის ველი არის არა ნარჩენების გადასაყრელი მინდორი კუზანოვის კლინიკის უკანა ეზოში, არამედ მაღალ ტექნოლოგიური ინდუსტრიული ზონა კალიფორნიაში, სადაც წლების განმავლობაში იდება უდიდესი ინვესტიციები მხოლოდ იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი მაღალ ტექნოლოგიური პროდუქტები. ანუ არსებობს ბევრი წვრილ-წვრილი სტარტაპი და ყველას თავისი პროდუქტის ან კომპანიის პროტოტიპი აქვს. რაღაც პერიოდულობით მსხვილი ინვესტორები ათვალიერებენ ამ ახალ იდეებს და თუ რომელიმეში ხედავენ პოტენციალს, ავითარებენ ან სულაც ყიდულობენ. ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ზუსტად ასეთი გარემო შექმნა, ოღონდ პოლიტიკურ პარტიებში. იყო დრო, როცა გვერდიგვერდ თანაარსებობდნენ ლიბერტარიანელი გირჩები, ულტრაკონსერვატორი ალტინფო და მეტიც თავად ოცნებაშიც იყვნენ თავდადებული ლიბერალები, რომლებმაც ჯერ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს, შემდეგ კი მარიხუანის დეკრიმინალიზაციასაც დაუჭირეს მხარი, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან უარზე იყვნენ. დეკრიმინალიზაცია არ მოხდება. არც განიხილება და მანამ სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში ეს არ მოხდება. ეს იყო დრო, ეს იყო მდგომარეობა, როცა საქართველოს პოლიტიკური მოედანი მეტ-ნაკლებად მრავალფეროვანი მიმართულებებისგან შედგებოდა, რადგან ბიძინას ასე აწყობდა. ევროპელებთან სასაუბროდ ლიბერალებს გამოიყენებდა, რუსეთთან კი პატრიოტთა ალიანსები და ქართული მარშებიც კარგად ადგებოდა. მერე კი დრაიზერის გაიძვერა ფინანსისტივით, ვიღაცები დაიტოვა, ვიღაცებს კი წაართვა თავისი ქმნილება და საერთოდ გარიყა. მაგალითად, კორკოტას წაართვა პოლიტიკური ნიშა და დატოვა როგორც თავად კორკოტა იტყვა და სუხოიზე. ბიძინა, გაიხსენ ერთი, როგორი იმედით შეხვდა საზოგადოება,
რო ჩამობრძანდი ჩემო უძვირფასესო ადამიანო როგორ დაგხვდნენ ბიჭო როგორ შეში ხედავდნენ ადამიანს რომელიც აუჩი წმინდა გიორგის სავით იყო მოსული და გადაარჩენდა ან კიდე ცისკარასავით წყალს დევებს გამოაშვებინებდა ასეთი ლაპარაკით რომ ბიძინას ყურადღება ვერ მიიქცია შემდეგ გადაცემაში უკვე ამოასხა თქვენი დედას შევეცი პირდაპირ რა თქვენ ბიჭო ტვინი არა გაქვთ ოცნებაში როზი ხართ ამ იერარქიულად თქვენი ბოზი დედა მომთხარ მე რა აი ესა ბიზნეს სტარტაპ გარემო უბრალოდ განსხვავება ისაა რომ კალიფორნიის სილიკონის ველმა ხელოვნური ინტელექტი მიკროპროცესორები და რობოტები შექმნა ბიზნეს ინვესტიციებმა კი შექმნა ყაველაშვილი ამიტომ ჩვენ გვაქვს სილიკონ ველი მიხელ ყაველაშვილი ხეპრე ოტროველა უწიგნური მაგრამ როგორც თავად იტყოდა ციგნი რა შუაშია სამშობლოს ღალატ ციგნი არ ჭირდება მოკლედ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დალაგებული სტატუს კო სიტუაცია მაგრამ პოლიტიკური ინვესტიციების სამყარო ისეა მოწყობილი რომ მუდამ იარსებებს შენზე უფრო დიდი თევზი საქმე ისაა რომ კრემლისთვის თავად ბიძინა არაა ერთადერთი არამედ ერთ-ერთი საინვესტიციო პროექტი მაგალითად ალექსანდრ სტოიანგლო მოლდოვაში ჯორჯ სიმიონი რუმინეთში იანუკოვიჩის შემდეგ უკრაინაში წავდა რამდენიმე მაგალითად მედვედჩუკი ბიძინა ივანიშვილი მაქსიმალურად ცდილობდა და ცდილობს რომ საქართველოში კრემლს მის გარდა სხვა საყრდენი არ ჰქონდეს მაგალითად ალტინფო რომელიც გამოირჩევა ძალადობით დარბევებით და კეთილგანწყობით კრემლთან დაახლოებული საჯარო პირებისადმი როგორიცაა მაგალითად დუგინი 2024-ში არჩევნებამდე ალტინფოს გაუუქმეს რეგისტრაცია ცოტა ხნის წინ კი თავიდან დაარეგისტრირეს ოფიციალური მიზეზი ბიუროკრატიული დეტალებია თუმცა გაცილებით საინტერესოა რეალური მიზეზი ბიძინას მრავალ შიშთა შორის არის ისიც რომ თუ კი სისუსტეს გამოავლენს მას უფრო ახალგაზრდა და უფრო ღიად რუსეთუმე მოთამაშეებით ჩაანაცვლებენ ალტინფოს თავიდან რეგისტრაცია შეიძლება გულისხმობდეს ორ რამეს. ან ბიძინას გონია რომ კრიზისი გადაილახა და რუმინეთისა და მოლდოვისგან განსხვავებით რუსეთს კომპეტენცია აჩვენა, ან პირიქით მოუწია ოდნავ უკან გაჩოჩება, რათა სივრცე გამოეთავისუფლებინა კრემლის ალტერნატიული, როგორც ვთქვით, ინვესტიციებისთვის. თან ამ ხალხს, ღია რუსეთუმეებს, პროდასავლურად განწყობილი ხალხისგან განსხვავებით არც არავინ ერჩის. ტრენინგები ბაკურიანში ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები წინასაარჩევნოდ ემზადებიან. ტრენერად კი ოპოზიციური არხის ჟურნალისტი ბექა ყორშია ჰყავთ. აქ ის ამბავი იყო, რომ ბაკურიანში ვატარებდით პატარა კონფერენციას, მოგვადგა პოზიტივი და იმედი, შიგნით ვერ შემოვიდნენ, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ არ შემოუშვა, ზემოდან აივნებზე იყვნენ დამსვენებლები და ისინი წყევლიდნენ მარტო ზემოდან წყევლიდნენ. მერე წავიდნენ, დაბრუნდნენ თბილისში და მოიგონეს ეს სრული სისულელე, რომ თურმე ბექა ყორშია ამზადებს რადიკალებს გადატრიალებისთვის. რავი, შალვა რამიშვილი მართალი იყო იმ წამოწდენაში, იმ გენიალურ წამოწდენაში, გაუშვით. მეგობრო, მოდი კიდე ერთხელ ვიტყვი, რაც ადრე მიყავს. კიდევ კარგი ოცნება არის ესეთი იდიოტი რა, ოცნება რაშია. ამაზე არ ვიცი რატო გამახსენდა ამაზე, მაგრამ ნახეთ პაპუაშვილმა რა თქვა გუშინ წინ, ბრიტანეთსა და რუსეთს შორის მხოლოდ ენობრივი სხვაობაა. რუსეთიც სახელმწიფოა და დიდი ბრიტანეთიც სახელმწიფოა. განსხვავებას ვერ ხედავთ. არა, ორივე სახელმწიფოა. როგორც ვერ ხედავთ განსხვავებას? კი, იქ ინგლისურად საუბრობენ, იქ რუსულად საუბრობენ. ამას აღარ დავაჭერ, იმიტომ რომ ელემენტზეა და მიჯდება, მაგრამ გასაგებია, ხო? აი როგორ გითხათ, მამუკა ფიფია ისეთი რუსეთუმია, რომ ალტინფოსაც შეიძლება ეზედმეტოს. აი ზოგი ლატენტური რუსეთუმე ხომ ამბობს, რომ არსებობს ორი რუსეთი, პუტინის და პუშკინის. ფიფიასაც ასე გონია, ოღონდ ამ ორიდან პუშკინის რუსეთი ძალიან ყლეწია. პუტინი უყვარს ამ კაცს. იმდენად რომ უკრაინასთან ომის დროს ფრონტის ხაზზე ჩადის და русებისთვის ჩაქვს гуманитарული დახმარება. Сегодня мы в Курске. Я разгружал лично 2 машины. Мы привезли первое необходимое, и мы еще привезем с Божьей помощью. არ ვიცი, რამდენად გამართულად ესმის მამუკა ფიფიას ქართული, ამიტომაც სპეციალურად მის მშობლიურ ენაზე. Ебать его мать, кто его притащил? ჩადიან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხვდებიან იქ ოკუპანტებს. შეიძლება ითქვას ახალი გიორგიევსკის ტრაქტატის მოთხოვნის გაფორმებით გამოდიან, თუმცა რაღა შეიძლება ითქვას. პირდაპირ გაგებით მაგას ითხოვენ.
ჩვენ გვჭირდება ახალი გიორგიევსკი. ჩვენ გვჭირდება ახალი მიდგომები. ძველი მიდგომები სამწუხაროდ არ მუშაობს. ზოგადად ამ პუტინის მოტრფიალე ახალ პარტიაში თუ რაც ქვია, ბევრ ქოცურ სახეს დაინახავთ. აი მაგალითად ზემოხსენებულ კონფერენციაზე ახალი ამბების, საზმაუს ახალი ამბების ბლოკის ყოფილი დირექტორი გიორგი გვიმრაძე. თუმცა არ იქნება არ ვახსენოთ ამ კონფერენციის კიდევ ერთი დამსწრე. ფრიდონ ინჯია. წინა გადაცემაში ინჯიას ფრაზა გაგაცანით 100 ივანიშვილის შესახებ, ვისაც არ გინახავთ. რა კარგი იქნებოდა რომ 100 ივანიშვილი იყოს. რა ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა. სხვათა შორის, როცა კგბ-შნიკი ოთარ ფარცხალაძე ამერიკამ დაასანქცია, ინჯია მოითხოვდა, რომ ის საქართველოს პროკურატურას დაეცვა. აი ეს ფარცხალაძე გეორგიევსკის ლენტით 9 მაისს წითელ მოედანზე მდგომი. მაგრამ ინჯიას ყველაზე საყურადღებო მოწოდება იყო აი ეს. უარ დადგა დრო, რომ მირის სისტემა შეუერთდეთ. მირი არის რუსეთის საბანკო გადახდების სისტემა, რომლის შექმნაც მას შემდეგ დასჭირდათ, რაც რუსული ბანკები მსოფლიო გადარიცხვების სისტემისგან ჩახსნეს. მირის გამოყენება არა მხოლოდ ფინანსურად არაა გამართლებული, არამედ საქვეყნო სანქციების საშიშროებასაც ზრდის, ცხადია. ფრიდონ ინჯია არაა ერთადერთი, ვისაც რუსულ საფინანსო სექტორზე შესტკივა გული. ფრიდონის ბიჭმა ილია ინჯიამ მე მგონი პირველად გამოიჩინა ინიციატივის წამოყენების სურვილი და ისიც რუსების დასაცავად. საქმე ისაა, რომ საქართველოს ბანკმა რუსეთის მოქალაქეებს შეუზღუდა $300-ზე ძვირი ფუფუნების საგნების ყიდვის შესაძლებლობა. ხო და აი ესაა, რაზეც ილია ინჯიას ეთკინა გული. და აეწვა პროჭე. მე მინდა რომ კარგად გაიაზროთ რა ხდება აქ. დასავლური ბრენდები ომის დაწყების მერე რომ გავიდნენ რუსეთიდან და რუსები ვეღარ იყენებდნენ თავიანთ ბარათებს კუჩის ჩანთების გამოსაწერად, სხვა ახლო-მახლო ქვეყნების ბარათების გამოყენება დაიწყეს, მათ შორის ქართულის. ახლა საქართველოს ბანკმა $300-ზე დიდი ფუფუნების საგნების შენაძენები რუსებს აუგრძალა. ხო და ვიღაცა ოლიგარქის საყვარელს, რუსი ოლიგარქის საყვარელს მოუწია პრადას ან ლუი ვიტონის $4000 სათვალის მაგიერ $300 რეიბანის ყიდვა. ამაზე შეწუხდა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატს ილია ინჯიას დაავალა, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდ ბანკს, საქართველოს ბანკს დამუქრებოდა. ევროპელი სოციალისტების წევრი ილია ინჯია საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რის მიხედვითაც რუსი კლიენტებისთვის შეზღუდვა დაწესდა. მინდა მივმართო ეროვნულ ბანკს სასწრაფოდ მოითხოვოს ახსნა განმარტებითი. ახსნა განმარტება საქართველოს ბანკიდან ამ ფაქტთან დაკავშირებით. ინჯია, შვილი ინჯია. ცხადია 2024 წელს ოცნებამ დელეგატების საარჩევნო სიაში შეიყვანა. როცა ჟურნალისტებმა მამუკა მდინარაძეს კითხეს, ფრიდონ ინჯიაშვილი ნეპოტიზმის გამო ხომ არაა მან მოხვედრილიო, ასე უპასუხა. ქვეყნის სიყვარული, პროფესიონალიზმი, სანდოობა, კეთილსინდისიერება და ხალხის სიყვარული. აი ეს არის ის კრიტერიუმები, რომლებითაც ჩვენ შევარჩიეთ ჩვენი დელეგატიო. აი ესაა ნამდვილი ქოცური სუვერენიტეტი. გაანადგურე NGO სექტორი, გააძლიერე ინჯია სექტორი. გაუშვით ის არაფერი სასაცილო რო ეწერე. ხოლო იმ დროს, როცა ილია ინჯია ისვენებს და ქართულ კომპანიებს რუსების გამო არ ემუქრება, თეა წულუკიანის კომისიაში ზის და აგვისტოს ომში მონაწილე ადამიანებს პატრიოტიზმზე აფასებს ხალხი. მოდი ახლა მთელ ამ ინფორმაციას მოუყაროთ თავი და გავიაზროთ, რას აწვება ეს ხალხი. პირველი, უკრაინის ომში ფრონტის ხაზზე სიარული და რუსების დახმარება. მეორე, საქართველოს სამხედრო ძალის გადასვლა უცხო მტრული ქვეყნის კონტროლის ქვეშ. ანუ ახალი გეორგიევსკის ტრაქტატი და რუსების მოთხოვნის გამო მუქარა ქართულ ბანკებს. და მესამე, მსოფლიო საბანკო სისტემიდან ჩახსნა რუსეთის სასარგებლოდ. ანუ თვით სანქცირება. ანუ ომი უნდათ, უცხო ძალა უნდათ, სანქციები უნდათ და ეხლა რასაც ვიტყვით უარ დაადოთ. ამ მართლად ორია სადაფრეს მომხარეს და ვინიცის შელიქმნებს უსხვა სახარებ გამირბი ხარ და მათვალებ მაინც გიფომი ჩაგიკოცი ლამათვალებ როცა გიფომი სხვა შორის მაგათ რიგებშიც მაქვს მე გავლენები აი თუ არ გჯერათ ერთი რამეა ხო და აქით მე რო საუბრობდი რას აქით ფლანგზე არის ესე იგი ეს ყორშიები რომლებიც აკეთებენ თავის საქმეს კარგად
ჩათლახები არიან, მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ, თავისი საქმე იციან. და აქეთ ვიყავს შენ. ეს ბოდიში და ისა რა ქვია, სულით და ხორცით გეი აქტივისტი ჩიხლაძე ტელეიმედში. ეს რა ქვია, ლატენტური ბოდიში და გეი ისინი პროპაგანდისტები ვითომ ნაცებს ლანძღავენ. ნუ ერაფერს ვერ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ სოლიდარობა ირაკლი ჩიხლაძეს. მე ახლა გაჩვენებთ შარშან ქალაქ ყაზანში ჩატარებულ ბრიქსის თამაშებს. ანუ რუსეთს უკრაინაში შეჭრის მერე საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებზე და მათ შორის ოლიმპიადაზე ხომ აღარ უშვებენ. ხო და ამის ნაცვლად რუსეთმა უმასპინძლა ბრიქსის, ანუ ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის შიდა სპორტულ ღონისძიებას. მონაწილეებს შორის იყვნენ სპორტსმენები აფხაზეთიდან და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან. თუმცა ასევე საკმაოდ მოულოდნელად გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დროშაც გამოჩნდა. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, საქართველოსდან 4 მოჭიდავე მონაწილეობდა. სადაც სცენაზე საქართველოს დროშასთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთ წოდებული მთავრობების სიმბოლიკების ჩანდა ისე, როგორც თანასწორი სახელმწიფოების. ამაზე საქართველოს ჭიდაობისა და სამბოს ფედერაციებმა მალევე განაცხადეს, რომ რაღაც შეცდომა მოხდა და აუცილებლად გამოიკვლევენ საკითხს. არ ვიცი, არ ჩავეძიები, მხოლოდ ის ვიცი, რომ რუსეთის მხრიდან ესაა საქართველოს ხედვა. აფხაზეთი და სამაჩაბლო არის რეგიონები, რომლებიც მთლიანად რუსეთის წყალობაზე არიან დამოკიდებულები. რუსეთი დანარჩენ საქართველოსაც იმავე ბედს უმზადებს. ოკუპირებულ რეგიონებთან თანასწორი პოლიტიკური წარმონაქმნი, რომლის სპორტსმენებსაც სადმე ყაზანში აფხაზ სპორტსმენებს შეახვედრებს, აჭიდავებს ერთმანეთთან და თავად კი დატკბება ტრიბუნიდან. არ მეგონა ოდესმე თუ დამჭირდებოდა ამისი შეხსენება, მაგრამ როგორც ჩანს, ისტორიული მეხსიერება უცნაური მექანიზმებით მუშაობს. საქართველოში გარკვეულ დემოგრაფიაში არის რწმენა, რომ ქართველები რუსების მმართველობის ქვეშ რაღაცნაირად ოსტატურად ვახერხებდით ლავირებას. დარწმუნებული ვარ, რომ როცა ეს ზემოთხსენებული ადამიანები საუბრობენ საქართველო-რუსეთის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე, გულში ისინი სულ სხვა რამეს გულისხმობენ. კერძოდ იმას, რომ რუსი სულელია. ცოტა უნდა წაუმღერო, ცოტა დაათრო, ცოტა მოხიბლო და იმასაც გაუსკდება საბჭოთა ქართველის მიმართ გაბერილი სენტიმენტალური ბუშტი. მოგაყრის რუსული აქცენტით ნათქვამ გენაცვალეებს და ყველა იქნება ბედნიერი. ხო და აღარ მოხდება იქ. თანამედროვე რუსეთის მდგომარეობა არის შურისძიება დასავლეთზე, უკრაინაზე, ყოფილ გავლენის სფეროზე, საკუთარ თავზე, ყველაზე საერთოდ. ასეთია იმპერიის ბუნება. კი, გაცეკვებენ, გამღერებენ, მერე კი მოგთხოვენ დაჩოქებას. ზუსტად ისევე, როგორც კრემლის მთავარი პროპაგანდისტი სიმონიანი სულ ცოტა ხნის წინ ერეკლე მეფეს მოიხსენიებდა რუსეთის წინაშე მუხლ მოდრეკილ მეფედ. И мы еще увидим, как еще новые цари Ираклии на коленях будут снова просить Россию-матушку забрать их домой. ივანიშვილის ხელისუფლება ესეთი რუსების მმართველობისთვის ამზადებს ქვეყანას. მე ზუსტად ვიცი, რომ ამ ქვეყანას, ჩვენს ქვეყანას, მოღალატეების რაღაც ოდენობა მუდამ ეყოლება. საკითხავი ისაა, ხელისუფლება მათ თავის ადგილს მიუჩენს თუ სამაგალითო მამულიშვილობა შერაცხავს. რა თუ ესე გაგრძელდა მეგობრებო, მე მომიწევს ჩემს პირველ პროფესიასთან დაბრუნება. მე ხო იმ ხარეს თან ტერორისტი მგონიო. მართლა. I am bitch ისეთი სპეციფიური განათლება აქვს მიღებული, ეს ჩემი ინფორმაციით დაკავშირებული არის რაღაც ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ხო და არ გამამართლებინოთ ეს სტერეოტიპები, თორემ